გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთში გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე ისაუბრა. მან ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანამ შავი ზღვისა და მისი ეკოსისტემის დასაცავად გადადგა. კონფერენციაზე 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მსოფლიო ლიდერებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის, ასევე საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები. საფრანგეთში ტარდება გაეროს მაღალი დონის კონფერენცია, სადაც მონაწილეობს 100-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი და გარემოს დაცვის მინისტრები. ზუსტად ასეთი შემადგენლობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს საკითხის მნიშვნელობას, სადაც განხილული არის კლიმატის ცვლილების შედეგად გარემოზე ზემოქმედების ნაწილი და როგორ შეიძლება იყოს ერთიანი მიდგომა ამ საკითხთან ბრძოლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში აღვნიშნეთ საქართველოს როლი მთლიან ეკოსისტემაში, ის პროგრესი და მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვაქვს მსოფლიოს წინაშე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებით.